როდესაც უფალს უნდა ჩვენი დახმარება. რომ რაღაცა იმ გზით არ წავიდეთ, როდესაც რაღაც კონკრეტული გზა ჩვენი არ არის. ის ძალიან აკურატულად გვაძლევს რაღაც მინიშნებებს. ჩვენ ამისი არ გვესმის. შემდგომ ეს მინიშნება უფრო ხმამაღალი ხდება, უფრო მკაფიო ხდება. და საბოლოო ჯამში შემდგომ უკვე რაღაცას გვართმევს. რომ ბოლოს და ბოლოს უკვე ესე შევჩერდეთ რეალურად რაღაცა, მუხრუჭავს დავაჭეროთ ფეხი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ფსობხედველობა რაღაცას მიმართ დამოკიდებულება, რომ გადავაფასოთ, რომ გადავახარისხოთ და მივიღოთ შესაბამისი და სწორი გადაწყვეტილება. ამიტომ დაიმახსოვრეთ, რომ მინიშნებები ჩვენ გვეძლევა ყოველთვის. მაგრამ ჩვენ ადამიანებს ძალიან არ გვიყვარს ამის დანახვა, რეალურად გააზრება, გაგონება, განსაკუთრებით საწყისში, როდესაც ეს ყველაფერი დაიწყო. ყოველი ადამიანი, რომელმაც გაიარა ღრმა და დიდი კრიზისი, იხსენებს შემდგომ უკვე, რომ ნიშნები იყო, რაღაც მინიშნებები იყო და უბრალოდ ვერ შეამჩნია, ან უბრალოდ არ უნდა და შემჩნევა. ამიტომ ისწავლეთ გადახარისხება თვითონ ცხოვრების მსვლელობის პერიოდში რაღაც კონკრეტულის. უფალი ყველა ადამიანზე ზრუნავს ერთნაირად. როდესაც თქვენ ხართ ტოქსიკურ ურთიერთობებში, იქ თქვენი მინიშნებები, ჩვენი მინიშნებები არის ის, რომ ჩვენ ძალიან გვტკივა, შემდგომ უფრო და ამ ყველაფერს ვითმეთ იმის მაგივრად, რომ ამ ურთიერთობიდან გამოვიდეთ. ან ავიღოთ მაგალითად რაღაც კარიერული ზრდა. ჩვენ ვხედავთ, როდესაც ჩვენ არასწორ გზას მივდივართ, ვხედავთ, რომ განა უბრალოდ რთული ხდება იმ გზაზე სიარული და განა ეს გამოწვევა არის, არა. იქ არის ჩართული ჯანმრთელობაც, ფსიქიკაც, სულიერი მდგომარეობაც. ამიტომ ისწავლეთ გაანალიზება განვლილი თვის, ან მაგალითად კვირის. იმიტომ რომ ყველაფერი შეიძლება რაღაც ერთ დღეში კი არა და ერთ საათში შეიცვალოს. ზუსტად იმიტომ, რომ მანამდე არ გვესმოდა რაღაც კონკრეტული ნიშნების და მითითებების.